დღეს ვითარება გვაქვს ესეთი რომ ირანი ფაქტობრივად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პირების გარეშე არის დარჩენილი, იმიტომ რომ ირანის სისტემა, მმართველობის სისტემა არ მოიცავს იმას, იქ არ არის პრეზიდენტი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პირი, იქ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პირები არიან აითოლები. ირანში არის ეს მმართველობის სისტემა, ვილაიეთ-ე-ფეი. ეს ნიშნავს ქართულად რო ვთქვათ, ისლამური განათლების მქონე იურისტების მმართველობას. ეს არ არის შიიტებისათვის დამახასიათებელი, აითოლა ხომეინიმ შექმნა ეს ყველაფერი, მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა თვითონ სასულიერო პირებში, მაგრამ მთავარი ამბავი არის იმაში, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებდა სასულიერო ლიდერი და არა ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი. ამიტომ დღევანდელ ვითარებაში მოლაპარაკებაც რომ მოინდომო ირანთან საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ პაჟესკიანი, ვინც არის პრეზიდენტი, ვერ აიღებს თავის თავზე ამ მოლაპარაკებებს, მას ირანის კონსტიტუციით არ გააჩნია ამისი უფლებამოსილოები, ისევე როგორც თქვა ლარიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც უფრო პრაგმატიკოსად თვლიან, ვიდრე აითოლები არიან, მაგრამ გვაქვს ეს ვითარება. თვითონ აითოლებშიც ისტორიულად არ იყო ერთიანობა აი ამ ხომეინის შემოღებულ მმართველობაზე და ძალიან სერიოზული დიდი აითოლები გამოდიოდნენ მის წინააღმდეგ. დღეს რამდენიმე მათგანი 5 ასეთი დიდი აითოლა არსებობს, რომელიც აცხადებს, რომ ეს არის დესპოტური რეჟიმი. შიდა პატიმრობაში არის ყველა აყვანილი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ შემცირდა, მათ დიდი მხარდაჭერა გააჩნდათ საზოგადოებაში, სხვათა შორის იქ აითოლა ესე შემთხვევითი პიროვნება ვერ გახდება და ბიძინასავით ვერ დანიშნავ რა მოკლედ. და რამდენად შესაძლებელია ის, რომ თავად აითოლებში გაიყოს აზრი და აითოლებში ჩამოყალიბდეს ის, რომ დაუბრუნდნენ, ასე ვთქვათ, ტრადიციულ შიიზმს, რაზეც იყო ყოველთვის საუბარი აითოლებში და გაიყოს მმართველობა საერო და სასულიერო, ეს ძნელი სათქმელია, ბევრი ინფორმაცია არის, საჭირო ინფორმაცია ახლა ძალიან ჩაკეტილია ირანში, მაგრამ არის საინტერესო ფაქტები, ხო, რაღაცა გამოკითხვები კეთდებოდა ონლაინ, რომელზეც 10,000 ირანელი იღებდა მონაწილეობას და ის მიუთითებს იმას, რომ შიიზმის გავლენა ძალიან არის დაცემული და აი ბოლო გამოკითხვა, რომელიც ჩაატარეს, იქ აჩვენებს, რომ 32% ამბობს. 50,000 კაცი ჩატარებულ გამოკითხვაზე 32% ამბობს, რომ შიიტია. ანუ ეს მიუთითებს იმაზე, რომ სეკულარული განწყობები იზრდება და ეს კიდევ უფრო გაიზრდება, რაც უფრო გაიზრდება ეს რეპრესიები. ახლა აითოლებში ბევრი ძალიან განათლებული ადამიანი და ყველა კარგად ხვდება, რომ ეხლა რასაც შიიზმს ირანული რეჟიმი უშუალო თვითონ აი ამ მიმდინარეობას, ამაზე უარეს ვერაფერს ვერ უზამდა, იმიტომ რომ ეს რელიგიური მიმდინარეობა დაუკავშირდა რეპრესიებს, სისასტიკეს, ათობით დაუყულ ადამიანს და ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი იწვევს ირანელებში უარყოფით განწყობაში. ისეთი ამბავიც კი წავიდა, რომ ირანში ზოროასტრიზმა დაიწყო, ყველაზე ძველი რელიგია იყო ზოროასტრიზმი, რომელიც თითქმის მე-8 საუკუნის შემდეგ თვითონ არ არსებობდა. დღეს 10%-მდე მოსახლეობა აცხადებს, რომ ზოროასტრისტია და არა მუსლიმი. ანუ აი ესეთი მდგომარეობა არის და ჯერ ძალიან რთულია იმაზე თქმა, რით შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს. თავარი არის, რომ ეხლა თუ განადგურდა აი ის ძალები, რომლებიც აი დაშინებას და რეპრესიულ პოლიტიკას ატარებენ, მერე შეიძლება ამოიღონ ხმა. იმიტომ რომ გარე ოპოზიციის რაღაც უკვე რთული არის თქმა იმისი, რომ ისინი შეძლებენ ვითარების შეცვლას, კი ბატონო არის შახის მემკვიდრის ფაქტორი არსებობს, ხო ხა, როგორც აღმოჩნდა, ირანის აითოლებმა მიაღწიეს იმას თავისი მმართველობით, რომ ადამიანებს ის რეჟიმი, რომელიც შახის დროს იყო თავისი საბახით, მასობრივი წამებებით ადამიანის, ისიც კი, ასე ვთქვათ, იმის გამო რომ ბევრად უფრო თავისუფალი რეჟიმი იყო, ქალების უფლებები დაცული იყო, რაღაცა მეტ თავისუფლებები იყო, ისიც კი აღიქმება, ასე ვთქვათ, ისიც კი გახდა ნოსტალგიის საგანი რა, მაგრამ ნუ შავს შიგნით ნაკლები დასაყრდენები გააჩნდა, უბრალოდ პოპულარული ფიგურა არის, ახლა ერთი ფიგურა ასე დროს ყოველთვის თუ კი არსებობს, პოპულარული ხდება, ის არის ახლა სიმბოლო, ისევე როგორც თქვათ ის დაჯგუფებები, რომელიც დიდი ხანია ებრძვიან აითოლების რეჟიმს, მაგრამ შახი ხდება ახლა, შახის მემკვიდრე ხდება უფრო გამაერთიანებელი ფიგურა, თუმცა მასაც სერიოზული ოპოზიცია ყავს, დაახლოებით 1/3 უჭერს მხარს
ირანის ოპოზიციაში, იმიტომ რომ იქ არის სხვა ჯგუფები, იქ არის ქალბატონი, რომელიც დაპატიმრებულია და ნობელის პრემიის ლაურეატი არ 8 წელია ციხეში უზით და ის ითვლება იქ თვითონ შიგნით ირანში მებრძოლი ადამიანების სიმბოლოდ. მოკლედ, მრავალი წახნაგი არის, ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი რა იქნება. მთავარი არის რომ არ მოხდეს ყველა ეს საშიშია შეიძლება მოხდეს, რომ წარმოვიდგინოთ რომ 10-15%-ია თუნდაც მოხდა 90 მილიონიანი ქვეყანა არის. 10-15% ფანატიკოსი 10 მილიონზე მეტია. თუ ამ ფანატიკოსებს იარაღი მისცა, გუშაკთა კორპუსმა დაითოლება, მაშინ იქ სამოქალაქო ომია და ძალიან მძიმე შედეგები იქნება. ამიტომ ყველაზე უკეთესი ვარიანტი იქნებოდა რომ აი თუ აითოლებში მართლა არსებობენ ის ხალხი და ის დიდი აითოლები აიღებენ პასუხისმგებლობას თავისთავად რომ ეს რეფორმა გატარდეს და ჩამოშორდნენ კლერიკალები ხელისუფლებას ეს იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ ამდენად შესაძლებელია მაგას ვერავინ ვერ გეტყვის. თვითონ რეფორმირდეს ხო სისტემა? ხო, ნუ თვით რეფორმირება ასეთ სიტუაციაში ვერავინ ვერ გეტყვის მაგას. დღეს ხო, ტრამპის ხანამბობს რომ გვიანი არ და ახლა ტრამპი დღეს სამწუხაროდ შეცვლის იმ განცხადებებს იმის გამიხედვით რა ინფორმაციას მიუტანენ. თუ მიუტანეს რომ ახლა მანამდე იყო ხო აი ლარიჯანიზე იყო ერთი საგარეო საქმეთა მინისტრზე იყო ერთი პერიოდი კეთდებოდა ესეთი აქცენტები რომ აი ლარიჯანი რამდენადაც ცნობილია რეზა ფეხლევისაც შეახვედრეს რაღაცაზე მოელაპარაკათ, მაგრამ ნუ აი რა იქნება დღეს ვერავინ ვერ იტყვის. თავარია ეს არ წავიდეს იქამდე რომ აი გუშაკთა კორპუსმა და იმ აითოლებმა რომელსაც მართლა სისხლში აქვს ხელი გასვლა უკან დასახევი არ გააქვს აი ფანატიკოს უცირესი ნაწილი არის ფანატიკოსთან ფანატიკურად განწყობილი როგორც ჩანს მაგრამ მაინც ბევრია 1 მილიონი კაცი ფანატიკოსი წარმოგიდგენია ხო რამოდენიც აი თუ იმას იარაღი მისცეს მე იქ უკვე ძალიან ცუდი პროცესია აქეთ ამ ხარ შეიარაღებული მარტო ქურთული ნაწილები არის იმათ ყავდა ცნობილი პეშმერგა. ოღონდ ნუ იქაც სხვა საშიშროება არის ირანის რეჟიმი ამაზე თამაშობს, რომ აი თუ რეჟიმს შეიძლება ქურთულმა სეპარატიზმმა შეიძლება ქვეყანა დაშალოს, ამიტომ იქაც ძალიან ფრთხილად არიან ოპოზიციონერები მათთან ურთიერთობაში. ძალიან ბევრი წახნაგი არის და ძალიან ცოტა ინფორმაცია რეალურად რა ხდება, იმიტომ რომ თლიანად ჩაკეტილი აქვს ახლა ინფორმაცია ბოლო პერიოდის მანძილზე. არანაირი შიდა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ღია დისკუსია არ არსებობდა. ვინც ხმას ამოიღებდა, თუნდაც აითოლა ყოფილიყო. დიდი აითოლები არის პატიმრობაში ეხლა. აითოლა შირაზი მაგალითად, რომელიც ძალიან ცნობილი გვარის წარმომადგენელია, ხო? შიდა პატიმრობაში არის და მის ხალხი რეპრესიების ქვეშ მოყვა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს. მაგრამ ასეთი რამდენიმე არის კიდე დღესაც, მაგრამ ნუ აი ნახოთ რა იქნება. კი ბატონო